Დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ და უსმენთ გადაცემა სტუდია ნომერ 8-ს, რომელსაც ლიზა კვესელავა უძღვები. ჩვენ გადაცემაში ვსაუბრობთ კვირის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე და ვისმენთ პოლიტიკურ შეფასებებს. გადაცემის ამ ნაწილში ანალიტიკოსი ჩაგვერთვება ლევან ლორთქიფანიძე. მოგესალმებით, ბატონ ლევან, გესმით თუ არა ჩემი ხმა? ესმის მოგესალმებით. ბატონ ლევან, მე ვიცი თქვენი შეფასება ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე და ჩვენს მაყურებელსა თუ რადიო მსმენელსაც არაერთხელ მოусმენია, ამიტომ უშუალოდ აი ამ გამწვავებული სიტუაციის ფონზე, რომ გადავიდეთ იმ მოცემულობაზე, რა სტრატეგია შეიძლება კონდეს ქართულ ოცნებას, რომ შექმნილი ვითარება დაიძლიოს? აი ასეთ კითხვას დაგისვამთ, იმიტომ რომ ვხედავთ უკიდურესად დაძაბულია ჩვენ ქვეყანაში პროცესები და რამდენად სერიოზული ჩიხი და პოლიტიკური კრიზისია შექმნილი, ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით, აი ამ მოცემულობაში ვიმყოფებით და აქვს თუ არა ქართულ ოცნებას რაიმე სტრატეგია და რა შეიძლება იყოს ეს, რომ ქვეყანა აი ამ მდგომარეობიდან გამოვიდეს და სტაბილურ რელსებზე გადავიდეთ? ქართულ ოცნებას სამწუხაროდ ერთადერთი სტრატეგია აქვს. ამ პარტიის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მოწინააღმდეგეები უნდა გაანადგურონ ბოლომდე. წინააღმდეგ შემთხვევაში თავად განადგურდნენ. აი ესეთი ლოგიკა აქვთ მათ. ან ყველაფერი, ან არაფერი. აი ესეთი მიდგომა აქვს ქართულ ოცნებას. შესაბამისად, ჩვენ დღეს ვხედავთ პროცესს, რომლის შედეგადაც ქართული ოცნება ცდილობს დაიპყროს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი. დაიპყროს და ერთპიროვნულად მარტო აკონტროლოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი. ჩვენ ვხედავთ თქვათ მუქარებს, რომელსაც ხშირად ისურიან ხოლმე საჯარო მოსამსახურეობის წინააღმდეგ, მუქარებს საჯარო სამსახურის პოლიტიკური წმენდის თაობაზე. ვხედავთ თქვათ ასე თქვათ ჯიქურ მისწრაფებას პრეზიდენტის ინსტიტუტის დაპყრობის შესახებ, თან ასე ურცხვად უნდათ, რომ სრულიად არაადეკვატურ კანდიდატს ჩააბარონ ეს სახელმწიფო ინსტიტუტი. ასე რომ ქართული ოცნება ძალიან შეშინებულია და არ ფიქრობს არანაირ დიალოგზე, არანაირ კონსტრუქციულ საუბარზე, ფიქრობს მხოლოდ იმაზე, როგორ დარჩეს მარტო სახლში, როგორ დარჩეს მარტო სახელმწიფოში და როგორ გააჩუმებინოს ენა ყველას, ვინც მის წინააღმდეგაა. მათ ოპოზიციაც კი კონტროლირებადი უნდათ. თქვენ ნახეთ დღეს თქვათ იმ სამარცხვინო პოლიტიკური პარტიის თუ რაღაცა დაჯგუფების ხალხის ძალის წარმომადგენელთა განცხადებები, მათ თქვეს, რომ ისინი გამოეყვებიან საპარლამენტო უმრავლესობას და ისინი შექმნიან ოპოზიციას პარლამენტში. აი ესეთი ქვეყანა უნდა ქართულ ოცნებას, სადაც საჯარო სექტორში, ოპოზიციაში, ხელისუფლებაში, პრეზიდენტის ინსტიტუტის თანამდებობაზე, სამოქალაქო საზოგადოებაში ყველგან იქნებიან მხოლოდ თვით. აი ეს არის მათი რესურსი რამდენად ეყოფათ ამის, რომ მარტო მართონ ქვეყანა, ეს არის აგრეთვე საინტერესო, იმიტომ რომ როდესაც ერთპარტიული იქნება პარლამენტი, ექნება თუ არა რესურსი ასეთ პარლამენტს, რომ იმ გამოწვევებზე იმუშაოს მხოლოდ ერთპარტიულად, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე შეიძლება აი ამ დროის განმავლობაში მთელი 4 წელია ხომ წინ შეიძლება ვთქვათ ერთპარტიულად უნდადეს ქართულ ოცნებას, რომ მე ვიქნები მხოლოდ წარმოდგენილი და ეს პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა რესურსი რამდენად ეყოფათ ამის? იცით, შუა საუკუნეებში მეფეებსაც კი ყავდათ მასხარები, რომლებიც განსხვავებულ აზრს შეახსენებდნენ. აი აკაკი წერეთელს შესანიშნავად ყავს აღწერილი მასხარა თორნიკერის თავში, ამ შესანიშნავ პოემაში. აი ქართულ ოცნებას მასხარაც კი არა ყავს, გვერდით, რომელიც ოდნავ მაინც გააკრიტიკებს ბიძინა ივანიშვილს, ოდნავ მაინც მიუთითებს თავის შეცდომებზე, ოდნავ მაინც უბიძგებს მას იქითკენ, რომ ცოტა კრიტიკულად შეაფასოს საკუთარი თავი. და როდესაც ესეთ უკრიტიკო გარემოში ცხოვრობ, როდესაც ყველა ირგვლივ გეუბნება, რომ შენ ყველაზე კარგი ხარ, შენ ყველაზე ლამაზი ხარ, შენ ყველაზე ჭკვიანი ხარ, შენზე ასე ვთქვათ, ბრძენი დედამიწაზე სოლომონ ბრძენის შემდეგ არავინ დაბადებულა, ბუნებრივია ესეთი ადამიანები ვარდებიან ილუზიაში და გონიათ თავი მართლაც ყოვლის შემძლეები. აი ბიძინა ივანიშვილს რო კითხოთ, ყველაფერში ყველაზე მაგარია და არავის რჩევა არ ჭირდება. შესაბამისად აქ წარმოდგენაც, რომ მარტო შეუძლია იქით აქეთ გორას წიხლი ჰკრას, ანუ შეერთებული შტატები დააჩოქოს, იქით გორას წიხლი ჰკრას და ევროპა გააჩუმოს და იყოს მარტო.
მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. ყველა ხელისუფლებას სჭირდება ოპონენტი ჯერ ერთი. ყველა ხელისუფლებას სჭირდება ერთგული სამართალდამცავი სტრუქტურები. შეიძლება იქ ბატონი ხარაძიშვილის ეს მხეცების ბანდა არის ერთგული ივანიშვილის, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ქართველი პოლიციელები საკუთარი შვილების და ძმების წინააღმდეგ ესე ხელაღებით არ გამოიყენებენ მას რა ქვია იარაღს, ხო, გულისხმობ იმ საპოლიციო იარაღს, რომელსაც სამართალდამცველები იყენებენ. ამასთანავე ავტორიტარიზმის მშენებლობას სჭირდება ელემენტარული კეთილდღეობაც, ლიზა. აი, როცა იყო თქვა პირობითად მუამარ ყადაფი ლიბიის ლიდერი, წყალი გაიყვანა უდაბნოში, შექმნა კეთილდღეობის, ასე ვთქვათ, სხვა სისტემებიც, მართალია ძალიან მინიმალური, ძალიან უსამართლო, მაგრამ არსებობდა კეთილდღეობა და ეს ქმნიდა 40 წლის განმავლობაში ჯამახირიის საფუძველს, ხო? აგერ ჰაფეზ ასადი მამამისი, ხდეს გაქცეული ასადის მამაც, ხო, რომელიც 60-იანი წლებიდან თუ 70-იანი წლებიდან არის სირიის ხელისუფლებაში, ისინიც ძალადობასთან ერთად ელემენტარულ კეთილდღეობას ქმნიდნენ თავიანთ ქვეყანაში და ასე რომ ივანიშვილსაც თუ დიქტატურის დამყარება უნდა ქვეყანაში, მშიერ დიქტატურას ვერ შექმნის. მშიერი დიქტატურა საქართველოდან არ გამოვა. ლევან, კეთილდღეობის რესურსი მას არ აქვს, აი ვასკული, კეთილდღეობის რესურსი მას არ აქვს. ხარაძიშვილის ბანდის გარდა პოლიციის და ჯარის და სხვების მასობრივი დაყრდნობის საშუალება არ აქვს. ასე რომ ბატონი ივანიშვილის ერთადერთი ასე ვთქვათ იმედი არის დროის გაჭიანურება, რომ ხალხი დაიღლება, იგი დაურია დასაკლავი და ასე შემდეგ. ესეთ ამბებზე აყენებს იგი დებს იგი ფსოვს და ასევე საგარეო დახმარებაზე თუ რუსეთი დაეხმარა და ჩინეთი დაეხმარა, შეიძლება კიდე ცოტა ხანი გაწოს. მოკლედ, თავად ის ყოვლისშემძლე არ არის. და თავად ის ძალიან ძიმე მდგომარეობაში ჩავარდება თუ კიდე უფრო მეტად შეეცდება მოუჭიროს ეს ავტორიტარიზმის ასე ვთქვათ ჭანჭიკი. ლევან, ძალიან საინტერესო იყო მთელი კვირის განმავლობაში რაც გვესმოდა, ამაზე მე მინდა მცირედი განმარტებები მოვისმინო თქვენი მხრიდან. ეს არის მაკა ბოჭორიშვილის და ევროკავშირის ელჩის პაվել ჰერჩინსკის შეხვედრა. აძლევს თუ არა ასეთი ტიპის შეხვედრა ქართულ ოცნებას ლეგიტიმაციას და ამაზე თქვენი შეფასება მოვისმინო. მეორე, რა შეფასების გაკეთების, ასე ვთქვათ, და ანალიზის გაკეთების საშუალებას გვაძლევს ემანუელ მაკრონის და ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბარი და ასევე შემდეგ გადავიდეთ უკვე პრეზიდენტის არჩევის პროცესზე, იმიტომ რომ ეს ხვალ არის და ამიტომ მე ბევრი თემა მაქვს თქვენთან, რომელიც უნდა გავიარო და მოკლე პასუხებით გავიაროთ ეს საკითხები. კი ბატონო, მოკლედ კი პასუხებთ, ვინ აღიარებს და ვინ სცემს პატივს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, ეს კარგად გამოჩნდა თქვენი მიერ ნახსენების სატელეფონო ზარის საშუალებით. ემანუელ მაკრონმა საჭიროდაც ჩათვალა, რომ გამარჯობა ეთქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის, რომელიც პოლიტიკურად ნომერ პირველი ფიგურაა ამ ქვეყანაში ოფიციალურად და პირდაპირ დაურეკა მართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს. ეს ამაზე დიდი უპატივცემულობა და არად ჩაგდება ხელისუფლების მეთაურისა, მგონი არ არსებობს. შესაბამისად, ევროპა მისი ლიდერის სახელმწიფო საფრანგეთის სახით ირაკლი ყობახიძეს, ესე იგი, არაფრად არ აგდებს, არანაირ ლეგიტიმაციას არ აძლევს. ამიტომაც არის, რომ ბატონი ირაკლი ყობახიძე პრესკონფერენციებზე დადის, ასეთ ისწრებს იმაში, რა ქვია, უიღბლო და ხელმოცარული სასწავლო ნაწილის გამგესავით, თითს იქნებს და ჟურნალისტებს თხოვს, რომ აბა თქვით, რომ მე ლეგიტიმური ვარ და პრემიერ-მინისტრი ვარ. აი ესეთ საწოდაო მდგომარეობაშია დღეს საქართველოს ოფიციალური მინისტრთა კაბინეტი. კი ბატონო, აი პრეზიდენტის არჩევის საკითხზე გადავიდეთ, მაშინ ჩვენ როდესაც მიუყვებით, ვთქვათ, აი ამ აქციის პათოს, მნიშვნელობას და ვამბობთ იმას, მაგალითად, რომ არჩევნები გაყალბდა და არალეგიტიმურია ხელისუფლება, აქვს თუ არა ასეთ შემთხვევაში არალეგიტიმურ, ვთქვათ, პარლამენტს არჩევის უფლება პრეზიდენტის და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პროცესი, ვთქვათ, ხვალ გაიმართება ძალიან მარტივად. საკმაოდ
და ადრე დილის 9 საათიდან დაიწყება და 14 საათამდე უნდა დასრულდეს. როგორ ელოდებით მოვლენების განვითარებას? თქვათ, შეიძლება დაიძაბოს სიტუაცია პარლამენტის შენობასთან, ძალიან ჩვეულებრივად ჩაივლის ეს პროცესი თუ რეალურად აი საინტერესოა აქვს თუ არა ხელისუფლებას კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ამის უფლება რომ ხვალ პრეზიდენტი აირჩიოს. კანონის ფარგლებში ვისი უფლება აქვს, ამას ზებოდით კონსტიტუციონალისტებს ვკითხოთ და ასე შემდეგ. და შეიძლება ფორმალურად ყველაფრის უფლება აქვთ და გაფორმებული აქვთ ძალაუფლება, გაფორმებული აქვთ არჩევნები, არასამართლიანი არჩევნები და შეიძლება აქვთ შესაბამისი უფლებამოსილებაც, რომ ამ იურიდიული მართლწერებით აირჩიონ პრეზიდენტი. მაგრამ მე სოციალურ მეცნიერებების მხრიდან მოვდივარ და ჩვენს მეცნიერებებში ძალიან მნიშვნელოვანია არა ლეგალური პროცესები მხოლოდ, არამედ მართლა ლეგიტიმაცია. ხალხი რამდენად უჭერს ამ ყველაფერს მხარს, აღიარებს, საჭიროდ მიიჩნევს და ასე შემდეგ. მიხეილ ყაველაშვილის, ანუ ბატონი იატაკის ჯოხის საქართველოს პრეზიდენტად არჩევას საქართველოში არავინ არ მიესალმება. არც ქართული ოცნების წარმომადგენლების უმრავლესობა, არც ქართული ოცნების მხარდამჭერების უმრავლესობა, არც ქართული ოცნების პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ყარიბაშვილის სახი, არც თეა წულუკიანი, არავინ ამას არ მიესალმება, ქართული ოცნების ბანაკშიც კი. ქართულ ოცნების ბანაკშიც კი აღიარება ამ კაცს არ აქვს, ბატონ ყაველაშვილს. ბატონ ლევან, მოდით. ჩვენ საქართველოშიც მას არავინ არ აღიარებს. ანუ ხვალ ჩვენ ველით ერთადერთი ადამიანით ვიძინა ივანიშვილის პირადი სურვილის ვნების აღსრულებას, რომელსაც არავინ საქართველოში მხარს არ უჭერს და არავინ არ გულშემატკივრობს. შესაბამისად, ხვალ შეიძლება აირჩიონ ბატონი ყაველაშვილი, მაგრამ თავარია რომ ჩვენ გამოვხატოთ პროტესტი. გამოვიდეთ ქუჩაში და ბატონ ივანიშვილს უთხრათ, რომ მას როგორც უნდა ისე ყველაფერი ვერ იქნება და ჩვენ გვაქვს ღირსება და პრეზიდენტად გვინდა ადამიანი, რომელსაც მარტო ჰაბიტუსი კი არა აქვს კარგი ფიზიკური. მე ასე ვთქვათ, ამ საკითხებში ვერ ვერკვევი, მამაკაცის გარეგნობაში რა არის კარგი და ცუდი, მაგრამ მარტო ამითი კი არ უნდა შევაფასოთ ადამიანი, ჩვენ გვჭირდება მისი პოლიტიკური რენომე, მისი ავტორიტეტი და გვინდა სერიოზული პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებაში და არა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დიდი ბოდიშის მოხდით ვიმეორებ ამას, ბატონი იატაკის ჯოხი, რომელიც აი ბატონ ლევან, მოდით ამაზე ჯანსაღი რომ იყოს პროცესი, მე როგორც ქართული ოცნების მომხრე, აი ასეთი პათოსით დავსვავ კითხვას, იმიტომ რომ ჩვენთან მაყურებლები რეკავენ და ამბობენ, რომ მე ქართული ოცნების მომხრე ვარ მაგალითად და მივეცი ქართულ ოცნებას ხმა და მინდა დიახაც ყაველაშვილი თუნდაც იყოს ასეთ ადამიანებს რა უნდა უთხრათ და ასეთ ადამიანებთან რა არის თქვენი სათქმელი, იმიტომ რომ მათთვის სრულიად ჯანსაღია ეს პროცესი, რომელსაც ახლა ქართული ოცნება ადგას და რომელსაც ვუყურებთ და პირიქით მეორე მხარეს რაც ხდება, ეს არის მიუღებელი მათთვის და ძალიან ხშირად ამის გამო პირადად ჩემი მისამართით მოდის, ასე ვთქვათ, უკმაყოფილება, რომ აი ამაზე არ ვსაუბრობ და ამიტომ ასე არ ვაყენებ საკითხს, ამიტომ ასე გეკითხებით, ეს არ არის ჩემი პოზიცია და უბრალოდ მაყურებლის სათქმელიდან გამოვდივარ და რას ეტყვით ამ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერია და მისთვის მოსაწონია და პირიქით მეორე მხარეს მყოფი ადამიანები იქცევიან მიუღებლად მათთვის. ჯერ ერთი უნდა უთხრათ ქართული ოცნების მხარდამჭერებს, რომ მეგობრებო, პრეზიდენტს აქვს თავისი ფუნქციები. პრეზიდენტი უნდა იყოს კონსტიტუციის გარანტი, უნდა წარმოადგენდეს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე, კონფლიქტების დროს უნდა იყოს მოდერატორი და შემრიგებელი და თავისი განათლებით, ღირსებით, გამოცდილებით უნდა ქმნიდეს პოლიტიკური კულტურის ელემენტებს ჩვენ საზოგადოებაში. ძვირფასო ქართული ოცნების წარმომადგენლებო, არცეთ ამ კრიტერიუმს ბატონი მიხეილ ყაველაშვილი არ აკმაყოფილებს და თვითონ ქართული ოცნებისთვის იქცევა ეს კაცი ტვირთად. და კიდევ ერთი კაცი ეყოლებათ მოსავლელი და დასაპროგრამებელი და დავალება მისაცემი და ასე შემდეგ. ასე რომ და მეორეც ერთი უკეთეს ვიმსახურებთ ჩვენ სულ ყველა ვიდრე მიხეილ ყაველაშვილი. ეს ერთი რაც მათ მინდა უთხრა და მეორეც ლიზა მეც ბევრი რამე არ მომწონს. რაც ხდება ერთ მხარეზე, მეორე მხარეზე, მე თვითონ ბევრ რამეს ვერ გავაკეთებდი, საკუთარი თავი არ მომცემ და ამის
ასე ვთქვათ, საშუალებას შემზღუდავდა და არ გამოვიყენებთ იმ მეთოდებს, რომელთაც ერთი ან მეორე მხარე იყენებს. მაგრამ ამაში არ არის საქმე. მე ქართული ოცნების წარმომადგენლებს მინდა ვთხოვო, რომ საკუთარ თავს დაუსვან შეკითხვა, საიდან მოდის ეს ყველაფერი? რატომ არის საქართველოს დღეს ასეთ კრიზისში გახვეული? მხოლოდ შეერთებული შტატების და ევროპის და მსოფლიო მასონთა შეთქმულების ბრალია ეს ყველაფერი? თქვათ ამაშიც მოხვებით და მასონების ბრალია ყველაფერი. მაგრამ თვითონ ივანიშვილს რა პასუხისმგებლობა ეკისრება? რა შეცდომები დაუშვა? რატომ მიიყვანა ქვეყანა ესეთ მდგომარეობაზე? რატომ არ შეუძლია ქვეყნის მართვა ძალაუფლების და კეთილდღეობის განაწილების პირობებში? მას ხო შეეძლო, რომ 53%-იანი კი არა, 48%-იანი ძალაუფლება ქონოდა. ელემენტარულად ზოგიერთ საკითხზე მაინც დასჭირვებოდა ოპოზიციასთან მოლაპარაკებები. ჩვენ ხო ესეთ სახელმწიფოს ვაშენებთ, როცა ვთქვით, რომ საპარლამენტო მმართველობა გვინდა, როცა ვთქვით, რომ პროპორციული მმართველობა საარჩევნო სისტემა გვინდა. ამითი ჩვენ ვთქვით, რომ გვინდა ისეთი პარლამენტები, სადაც არც ერთ ძალას უმრავლესობა არ ექნება. იმიტომ რომ ჩვენი გამოცდილება ესეთია, ჰქონდა შევარდნაძეს უმრავლესობა, საშინელი კორუფციული სისტემა შეიქმნა. ჰქონდა სააკაშვილის აბსოლუტური უმრავლესობა, არავისთან არ ანიცებდა ძალაუფლებას, შექმნა სისხლიანი დიქტატურა, რომლის შედეგებსაც დღემდე ვიკით. აქ ივანიშვილს აბსოლუტური ძალაუფლება თან 12 წელია. ვიმიღეთ აი ეს ტრაგიკომედია, გამოსავალს რაში ხედავთ? გამოსავალი არის, რაც თქვით და ყველა ამბობს. რომ უნდა და სხვათა შორის ეხლა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმაც თქვა რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა მისი მოსაზრება, რომ კონსტრუქციული დიალოგი არის გამოსავალი და დიალოგი, მეგობრებო, არ არსებობს დედამიწის ზურგზე კომპრომისის გარეშე, დათმობის გარეშე. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, რომელიც ვითომ თქვენთვის ყველაზე დიდი ავტორიტეტია ქართულ ოცნების წარმომადგენლებს, რომ კითხოთ, გითხრათ, რომ დაათმეთ, წადით დაცმობაზე, გახდით კონსტრუქციულები, ძალას ნუიყენებთ, ნუ ურწყავთ და ნუცემთ ადამიანებს, ნუ ასისხლიანებთ ადამიანებს. და დათმობა იქნება ის, რაც ხდება მთელ მსოფლიოში და მე ასჯერ ვთქვი ეს. განმეორებითი არჩევნების ჩატარების ტრადიცია არსებობს ყველა ევროპულ ქვეყანაში. არაფერი ამაში პრობლემა არ არის. შეგვიძლია დავნიშნოთ განმეორებითი არჩევნები, სადაც დავიზღვევთ ჩვენ თავს მოსყიდვისგან, პოლიციის საარჩევნო პროცესებში ჩარევისგან, უშიშროების საარჩევნო პროცესებში ჩარევისგან, სოციალურად დაუცველებზე, მასწავლებლებზე, საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულ ადამიანებზე წნეხს შევამსუბუქებთ და რეალურად მივცეთ ადამიანებს თავისუფალი ნების გამოხატვას. დარწმუნებული ვარ და რა თქმა უნდა ქართულ ოცნებას თავისი მხარდაჭერები ყავს. ალბათ ისინი მაინც პირველ ადგილზე გავლენ, მაგრამ არ ექნებათ მათ ტოტალური ძალაუფლება და დღეს ვიძინა ივანიშვილს აქვს ტოტალური ძალაუფლება. სადღაც ბანოჯის ტექნიკუმის დირექტორიდან დაწყებული, პრეზიდენტით დამთავრებული, სასამართლოების ჩათვლით ყველაფერს ერთი კაცი აკონტროლებს. არ არის ვიძინა ივანიშვილი ღმერთკაცი, არ შესწევს მას ძალა, რომ ყველაფერი ამ ქვეყანაში მართოს და დაღუპავს და გადაჭეხავს ამ ქვეყანას. გამიფრთხილები ხართ. 100 წლის წინ გეძახით, ხო? როგორ არის იმ ლექსში, დაიხსომე 100 წლის წინ გეძახოდი, დაიხსომე, განჯღრებდი და გაგვიწებდი. ქართული ოცნების წარმომადგენლებო, განჯღრებთ და გაგვიწებთ. უფსკრულის პირას ვარ. ბატონ ლევან, მე ამ განცხადებას, რომელიც ილია მეორის მხრიდან გაკეთდა, აუცილებლად წავუკითხავ ჩვენს მაყურებელსა თუ რადიო მსმენელს და ამის შესახებ მოისმენენ. მანამ აი ბოლო კითხვას დაგისვავთ, დიალოგის და მოლაპარაკების გარეშე, ვთქვათ, თუნდაც აი იმ აქციის მონაწილეებთან ქართული ოცნების საუბრის გარეშე და რაღაც კონსენსუსის გარეშე გამოვალთ თუ არა აი ამ მდგომარეობიდან და ეყოფა თუ არა, ვთქვათ, ორივე მხარეს აი ამის გამბედაობა, რომ ღიად დაასხდნენ კონსტრუქციულ ფორმატში გადავიდეს პროცესები და ქვეყნის განვითარებისთვის, მართლაც ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის დაასხდნენ და რაღაც სახის, თქვათ, დათმობებზე წავიდნენ, დიალოგი კონდეთ და შედეგზე ორიენტირებული საუბარი მივიღოთ. აი ამას ელოდებით თუ არა თქვენ? დიალოგის გარეშე გამოსავალი არსებობს. ეს გამოსავალი არის ქართული ოცნების დიქტატურის დამყარება, ძალადობა,
ქუჩებში ადამიანების შევიწროვების და ცემის ახალ მასშტაბებისზე გადასვლა, ან სისხლიანი და უბედური და საშინელი რევოლუცია, ხო? აი დიალოგი თუ არ იქნება, ჩვენ ეს ორი გზა გვჩება. ან რევოლუცია, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირება, ან ავტორიტარული დიქტატურა, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირება ასევე. აი ამ ზღვარზე ვდგავართ. ეს ორი სცენარი, რევოლუცია და ძალადობრივი სისხლიანი დიქტატურის საბოლოოდ გაფორმება, რო ავიცილოთ თავიდან, ამისთვის საჭირო არის ასე ვთქვათ, დიალოგის დაწყება. ამ ეტაპზე ეს რესურსი არ არსებობს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია შევა თეთრ სახლში, როდესაც თქვათ ახალი მთავრობა ეყოლება გერმანიას და აგერ საფრანგეთის მზაობა უკვე არსებობს, თუ ეს სამი ქვეყანა თავიანთ წარმომადგენლებს გამოაგზავნიან მოლაპარაკებებზე დიალოგის საწარმოებლად, მაშინ, ასე ვთქვათ, ხელისუფლებაც შეიძლება წავიდეს დათმობებზე, ვადამდელი არჩევნების საკითხზე დაიწყოს ფიქრი. უბრალოდ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წინააღმდეგობა, შვიდობიანი წინააღმდეგობა, რაც შეიძლება დიდხანს და რაც შეიძლება დიდხანს არ უნდა მოიპოვოს ამ ხელისუფლებამ აღიარება. და ასევე უნდა დაუწესდეთ ეკონომიკური სანქციები. გასაგებია. დიდი მადლობა. კომპლექსში მაშინ ყველაფერი შესაძლებელია. დიდი მადლობა ბატონ ლევან იმისთვის რომ ჩაგვერთეთ საკმაოდ საინტერესო შეფასება მოვისმინეთ თქვენგან ანალიტიკოსი ლევან ლორდ-კიფანიძე გსტუმრობდა გადაცემის ამ ნაწილში და ილია მეორის მიერ გაკეთებული განცხადება, გამოქვეყნებული განცხადება მოკლედ ყველა უნდა გაემიჯნოს ძალადობას, მდგომარეობის დაძაბვას, საფრთხეს უქმნის სახელმწიფოებრიობას, უმართავი პროცესების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია და უმნიშვნელოვანესია მიღწეული იქნას დიალოგი. ეს არის მოკლედ საპატრიარქოს პოზიცია და ილია მეორის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა, მართლაც მშვიდობა აუცილებელია ჩვენს ქვეყანაში და მადლობა იმისთვის, რომ გვიყურებდით და გვისმენდით, არ გადართოთ წინ ინტერაქტივი გელოდებათ და მე შემოგერთდებით კვლავ პირდაპირ ეთერში.